სალამი მეგობრებო, საერთაშორისო გამოცდილებით დაგროვდა გარკვეული ნაბიჯებით, გარკვეული ცოდნა იმასთან დაკავშირებით, როგორ ხდება ყველაზე სწრაფად და ნაკლები დანაკარგით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. ამაზე შეგვიძლია შევჯერდეთ, რომ არსებობს რამოდენიმე ნაბიჯი, უბრალოდ ყველა მკვლევარს საკუთარი მიდგომა გააჩნია, უბრალოდ ძალიან დაუცებად უნდა ჩავშალოთ ეს ყველაფერი ეტაპობრივად. მაგრამ აი მაგალითად დღეს შეგვიძლია კონკრეტულად შევაჩეროთ ყურადღება 6 ძირითად ნაბიჯზე, საიდანაც ვესწრები რომ მოვასწრო მაქსიმალურად ბევრი, მაგრამ დავიწყოთ პირველი ნაბიჯით. ეს არის საერთაშორისო და რეგიონალური აღიარება. საერთაშორისო აღიარება ჩვენ გვაქვს, ანუ ჩვენს თაობას, ჩემს თაობას გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომელსაც აი ესე ლანგარზე აქვს მორთმეული, აი საერთაშორისო აღიარება, რაც მაგალითად არ გვაქვს ტაუპლაჯეთის შემთხვევაში და რაზეც ანუ თავის დროზე მოგვიწევს ამაზე სხვანაირი მუშაობა და ბევრად უფრო დიდი ძალისხმევა დაგჭირდება, მაგრამ არც ისე ბევრი. მაგრამ აი ეს აფხაზეთის კუთხეში და ცხინვალის კუთხეში გვაქვს აი ესე მორთმეული ლანგარზე, რომ ანუ რეალურად ეს საერთაშორისო აღიარება გაგვეჩნია. რაზეც საკმაოდ დიდ მხარდაჭერას გვიცხადებენ ჩვენი საერთაშორისო დონეზე არსებული პარტნიორები, განსაკუთრებით დასავლეთის ნაწილი, რასაკვირველია, თუმცა იგივე ხდება აღმოსავლეთის ნაწილშიც, ანუ რეალურად აღიარება, აი ამ რაღაცა ცრუ ისტორიის აღიარება, რომ თითქოს რაღაცა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს არ არის, ამასთან დაკავშირებით, ვიღაცებმა ეხა კი რუსეთმა მოისყიდა, ვიღაცები ეხა ვენესუელას რომ მოისყიდიდა და ნიკარაგუას და კიდევ რომელს აქვს აღიარებული ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს აქვს აღიარებული, ნუ ეხა სასაცილოა ხო, ეგრე იგივე მოხდა მაგალითად ორი კუნძულის შემთხვევაში 2011 წელს აღიარეს ვანუატუ და ვანუატუ იყო ერთი ოკეანიაში და ერთი იყო კიდე ტაურუ თუ არ აი ზუსტად სახელი აღარ მახსოვს არა ტაურუ მეგონი ქართული სახელი აღარ მახსოვს მოკლედ მოვიძიებ და აქ გამოვაჩენ ხო და ანუ მე 2015 წელს ისევ გაიწვიეს ანუ ეს აღარ არის პრობლემა ხა ესეთი არასერიოზული თავრობები კორუმპირებული თავრობები რასაც აღარც არ უნდა აღიარონ ხემად ანუ ამას არ აღარნაირ განპროტ მნიშვნელობა და ანუ აღიარონ და იყვნენ მე ისევ უკან გაიწვევენ ამ ყველაფერს დიდი ალბათობით. რომც არ გაიწვია, ნუ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. სირიის შემთხვევაში მდგომარეობა არის ცოტა სხვანაირი, 2018 წელს აღიარეს და სხვათა შორის მეშინე ამოქმედა ამერიკის შეერთებული შტატების 2018 წლის კონსოლიდირებული ვერსია, დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მათ შეუწყდათ დაფინანსება, ანუ ზოგადად პირდაპირ დაფინანსება ვაშინგტონიდან დამასკოში ისედაც არ მიდიოდა, და ეხლა არა პირდაპირ წავედი და დარწმუნებული ვარ, ნუ ეხლა მაინც ამერიკის შეერთებული შტატების, ნუ მაინც ეხლა ასეთ ისე ყველაფერს ღიად არაკეთებს და ანუ ეს იყო სიმბოლური აქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დასავლეთი აღიარებს და პატივისცემს საქართველოს კონსტიტუციურ ტერიტორიულ მთლიანობას, რაზეც ნუ საერთოდ საუბარი ზედმეტია და ანუ იცით რა არის უბრალოდ საუბარი ზედმეტი არასდროს არ არის ესეც საკითხებზე. ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ანუ ხმაც ვიმალოთ და ამაზე ვისაუბროთ და ყურადღება გავამახვილოთ. მე სხვა შორის რაღაც ვიდეოებს ვაკეთებ ხოლმე ინგლისურ ენაზე. უბრალოდ ამისთვის ჯერ ბოლომდე ვერ ვიცი, იმიტომ რომ სამაგისტროზე ვმუშაობ და ვერ დავაყენე ამ ჩემს სამაგისტროს საშველი, მაგრამ თემიდან არ გადავხვიოთ. ხო, ანუ ეს საერთაშორისო აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ამას მოყვება რეგიონალური აღიარება. რაც შეეხება რეგიონს, ეხლა რუსეთის გარდა არც ერთი რიგი ჩვენს რეგიონში არც ერთი არ აღიარებს საქართველოს არაკონსტიტუციურობას, არც ერთი არ ეპყრობა უპასუხისმგებლობით არც აზერბაიჯანი, არც სომხეთი, არც ბელორუსი არ არის ეხლა ჩვენი რეგიონის ნაწილი, მაგრამ ბელორუსიც კი პატივისცემს ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ არის რუსეთის პარტნიორი და ბელორუსი დიდი პატივისცემა აუცილებლად ჩვენგან, არც ირანი, ანუ რეალურად რეგიონალური აღიარება და მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ამაზე გავაკეთოთ კარგი ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ ანუ რეალურად აი ეს დამოკიდებულება, რაც ჩვენს მიმართ გააჩნიათ, ანუ აი ამის აკუმულირება, თუ შეიძლება ითქვას, უნდა ხდებოდეს და რეალურად ამის ჩვენება უნდა ხდებოდეს დანარჩენი სამყაროსთვის, რომ ანუ ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერა და აი ესეთი შუამდგომლობით და მედიატორული როლით შესაძლოა რაღაც გარკვეული თამაში ითამაშოთ. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან საუბარს ვერ ავსდებით, გამორიცხულია უბრალოდ, ნუ მაშინ რუსეთი უნდა დაიშალოს და იმდენად უნდა დასუსტდეს, რომ უბრალოდ პირდაპირ ეგრევე შევიდეთ და ჯარით ავიღოთ, დავიბრუნოთ ეს წამში თუ დაგვეზარება ეხა დიპლომატია, მაგრამ იქ ჯარით შესვლასაც თავისი მსხვერპლი მოყვება, ხო? ამიტომ ჯერ უნდა ვცადოთ მშვიდობიანად დიპლომატიური გზებით მოგვარება. აი ამ მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია ორ მიმართულებაზე ორ მხრივ გავაკეთოთ, ორ ფაქტორზე გავაკეთოთ ყურადღება. ეს არის საერთაშორისო ცნობილების ამაღლება კიდევ ერთხელ და კარგად, იმიტომ რომ ახლა მაგალითად ადამიანი, რომლებსაც არ აქვთ მაგალითად ისტორიული განათლება იმდენად ღრმა, არ არიან პოლიტიკის ის
არ არიან პროფესიით ისტორიკოსები, არ არიან პოლიტიკით და გეოპოლიტიკით ზოგადად დაინტერესებული, ხო? ანუ უცხოენოვან აუდიტორიას გულისხმობ. ანუ ეხლა იმათმა საკუთარი ქვეყნის ისტორია იციან, მაგრამ ეხლა შესაძლოა არ იცოდეს, ეხლა მაგალითად ფრანგმა არ ვიცი, ლიტერატურად მცოდნემ საქართველოს მდგომარეობის შესახებ, ხო, ოკუპირებული ტერიტორიის თვალსაზრისით. ეხლა მე მაგალითად მყავს ბევრი უცხოელი მეგობარი, რომლებიც აი რო ვდებ ხოლმე აფხაზეთზე რაღაცებს, ის უმწერენ ხოლმე, რომ არ ვიცოდით, რომ ესეთი ლამაზი კუთხეც საქართველოში იყო და აი როგორ ჩავიდეთ და ასე შემდეგ და რაღაცა მაგაზე ხომ რო თქვენ კი არა მეც რო ჩავსულოთ ჯერჯერობით და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო რეგიონალური აღიარება არის ძალიან განზომილებული მნიშვნელოვანი. ამიტომ ამ მიმართულებით დიალოგზე უნდა დაიწყოს საუბარი, ოღონდ არ უნდა მოხდეს პოზიციის წარმოჩენა ისე, რომ რეალურად უნდა მოხდეს შეიგებაზე ფოკუსირება და ამისთვის მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ გერმანიის გაერთიანების მაგალითი, ხო? ეხლა იქ ცოტა სხვა რაღაცეები იყო, მეორე ნაწილი არა აქვს, თქვათ, რომელიღაც კონკრეტულ ძალთა ბალანსის ქვეშ არ არის მოქცეული, ხო? მაგრამ ერთი მხარე არის აშკარად ოკუპირებული, ამიტომ შეგვიძლია დიალოგების, საერთაშორისო მოლაპარაკებების და მედიატორების დახმარებითაც, თუ საჭირო გახდა, შეგვიძლია რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეთ. დანარჩენ ნაბიჯებზე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ.